ერთ კითხვას ბატონილია დაასრულებს, შემდეგ ბატონი თენგიზი და ბატონი სოზარი დაიბრუნებს მიკროფონს. აბაგთხოვთ. ვინ გასცა განკარგულება უკან დახევაზე და რა იყო ამის ეს მომენტი? რა მომენტში მიიღეთ ეს საკმაოდ დიდი ხანი და რამდენად ყველამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება სრულიად, რომელსაც მე მაშინაც თქვი არ ვეთანხმებოდი. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვინ იღებდა მონაწილეობას? აი როგორც თქვენ აღნიშნეთ ეხლა პრაქტიკულად უშიშროების საბჭოა. ყველა ვინც თქვენს გარშემო იყო, როგორც აღნიშნეთ და წლებმა აჩვენა შემდეგ და ძალიან მოკლე იმანო დროული იყო ეს ყველაფერი. მე გეუბნებით რომ პირველ გვიანი ხო არ იყო ან შეიძლება უფრო ადრე ხო არ? გვიანი უყურეთ, როდესაც აკეთებ უკან გამოსვლას და თან ეს უფრო ნაკლებ სხვებს ხო არ გამოიწვევდა უფრო ადრე რო ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება? არა მგონია, იმიტომ რომ იყო ადგილები, საიდანაც დანაყოფები არ უნდა ჩარჩენილიყვენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პოზიციაზე. მაგრამ რაღაცა ნაწილი მაინც ჩარჩა. დამერწმუნებით, აქ ბევრს რაღაც დონის გამოცდილება გაქვთ, წინ წასვლა ყოველს ადვილია, ყველაზე ცუდია უკან დახევა. უკან დახევა არის კოშმარი. და უკან დახევას თუ გაქცევას დაარქმევ, მაშინ საერთოდ კატასტროფა გაქვს რა. უკან წამოსვლითი ოპერაცია არის დანაკარგის ოპერაცია. შეტევაში ოპერაციას დანაკარგები არ აქვს და რო გადახედოთ ეს. აი მაშინ 8-9 რიცხვებში დანაკარგებს იქვე მიხვდებით რა. დანაკარგი არის აი უკან წამოსვლაში. ყოველთვის ეგრე ხდება, იმიტომ რთულია ეს. მე გითხარით კიდევაც აი ვერ გაიხსენეს ის ზღუდე და ტელეფონის არხი. ერთ-ერთი ზღუდე მანდაც მოვაწყეთ, იმიტომ რომ მანევრული თავდაცვაა ეს, ხო? აქ არ არის ყველაფერი ისე რომ აი გაუშვებ ამ ბრძანებაზე ესე ჩაესხმება იმ ზიარჭუჭლებში და იქიდან იქ დანაყოფებია, რომლებსაც წარმოიდგინეთ აი უბრალოდ რომ ეს არის შედეგებიც რაც მივიდეთ ეროიკაში რო არ შევიდეს ყველაფერი ესე არის 17 შინდისელი გმირი. წარმოიდგინეთ იმ დანაყოფს აძლევ უკან დახევის იმას, რა ქვია? და მოხდა ისეთ ადგილზე რომ გადაწყვიტა რომ იბრძოლოს რა. და ყველა ამას აკეთებს რა. ყველა დანაყოფი ამას, რა თქმა უნდა, ექვემდებარება ამ ყველაფერს, ექვემდებარება ამას, მაგრამ მოხსენებასაც აკეთებს, რა მდგომარეობაშია, როგორ შეუძლია და უკან დახევის უკან მიხმარება ჭირდება. შეიძლება სადღაც ცეცხლის წინ გადატანა ვიღაცა იძახის, რომ რა თავს ურტყავდით კაცო იმ თამარაშენის გასასვლელს. ერთი კითხვა, ბოლო კითხვას დაგისვათ. უნდა მიწიო, რომ შვები უკან წამოვიდნენ. არის ესეთი რაღაცაც. ბოლო კითხვას დაგისვათ. თქვენი გადმოსახედიდან აი დღეს რო უყურებთ. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება, ამ სისხლის ზღვრის თავიდან აცილება, აი თქვენ ახლა ცოტა ხანი პოლიტიკაშიც იყავით და იმ გადმოსახედიდანაც შეხედეთ. აი კიდე ამას არ პატიობთ რა. ანუ ერთი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში რა. აი მაინტერესებს თქვენ. შეუძლებელი იყო ამის თავიდან. ესაც გადაფარებული ხართ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასე რომ არა, გადაფარებული არა ვარ მე. არა, დღეს ჩვენ ახლა სხვა თემას ვიხილავთ და მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ერთად თუ ვაფიქსირებთ იმას და ვაფიქსირებთ, რომ პატივი უნდა ვცეთ სამხედროებს, მე გადაფარებული არა ვარ. მე ვიცავ იმას, პოლიტიკოსებზე, ხო, პოლიტიკოსებზე და თუ სამხედროები მიხვდებიან იმას, რომ მათ მეთაური ყავდათ, რომელმაც დაუშვა ეს. კი ბატონო, მაშინ ნახეთ როგორი პატივისცემაა მათზე რა. ამიტომ ეს არის აი თუ შეიძლება გამორიცხული და ამან აპატიეთ ქალბატონია ორი სიტყვას ვიტყვი. ამან ეს დაამტკიცა იმან მათი სამკლაურების შეცვლა. მათი მიზანი თბილისია. და რაც შეიძლება უფრო ადვილად გაეკეთებიათ ეს რა. გამორიცხული. ჩემი აზრია ეს და გასაგები. შემიძლია რომ ბატონო ზაზა, თქვენთვის ალბათ ცნობილია საპარლამენტო შორისო ასამბლეის ის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში იქნა მიღებული. იქ სამხედროების როლი არის აღწერილი. ეთანხმებით იმას, რაც სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეა რომელ პუნქტს? არა, სამხედროების მოქმედებები რაც არის აღწერილი. ხო და შეიძლება ციტირება რომ მოახდინოთ რაზეა საუბარი. ვიცი. რა ქართული სამხედროების მოქმედებამ გადაზარდა ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაში. აი მაგალითად ეს. არ ეთანხმებით. ანუ იმ ადამიანები, ვინც ამას ხმამისცა, თქვენთვის მიუღებელი ადამიანები არიან, ამისთვის ხმა არ უნდა მიეცათ, ხო? არ ვეთანხმები მაგ აზრს. თუმცა რა იყო ამისი ასე თქვათ, მაგ აზრს არ ვეთანხმები.
თქვენ მხარესა ვარ მაგაზე რომ მაგ მუხლს მე არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებაში მაგრამ ეს დანარჩენი შეგიძლიათ იმ ადამიანებს კითხვა დაუსვათ და რის გამო გააკეთეს კითხოთ მათ რა მიიღეს აქედან შედეგი აი ეს კითხოთ რა მე შემიძლია ესე აი გულითადაც სუფთად გიპასუხოთ რა გასაგებია იმ მუხლს რო არ ეთანხმებით ეს უკვე მაგ არ ვეთანხმები მაგრამ რა მიიღეს ამ მუხლში ამას ვინმე ასე რაც მიიღეს აგერ უყურებთ თუ არ ეთანხმებით და თქვენ ამბობთ რომ ჩვენ მხარეს ახართ თუმცა მე შევასწორებ ამას და არ შეიძლება აქ ორი მხარე იყოს როცა სამხედროებს აბრალებ ომის დანაშაულს ასე გამოდის და რეალურად შენ ამას კენჭისყრისას ხელს უწევ აქ არ შეიძლება მხარეები არსებობდეს ეს ცალსახად დასაგმობია და კარგია რომ ამას ეთანხმებით მაგრამ ოღონდ არ განერვიულდეთ კითხვა უნდა დაგისვათ მაშინ ამათთან პარტიაში რა გინდოდათ მაგათთან არა რელევანტური კითხვა რელევანტური კითხვა ჩემთვის მაშინ მე გეტყვით რა გინდოდათ ამათთან ხალხმა ესენი არიან ჩამოგითვალოთ გვარები ნაციონალური მოძრაობის 4 დეპუტატია და იქ ვითომ ოპოზიციაც იყო მაშინ შექმნილი გახსოვთ ფსევდო ოპოზიცია მისი ერთი წარმომადგენელი ხელს უწევს იმას რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა რომელიც დღეს ბევრს მაპატიეთ გამოთქმისთვის და ყიყინებს იმაზე რომ თურმე ჯარს იცავდნენ და ჯარს პატივს ცემდნენ ხელს უწევს ნომერი 1633 რეზოლუციას და რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ ხალხთან როგორ შეიძლება ერთად პარტიაში ყოფნა რიტორიკულად კითხავთ ალბათ იმიტომ რომ თქვენ თვლით რომ არ არის რელევანტურია ვინც ამბობთ რომ მე ჯარს ვიცავდი და ასე იყო ვიბრძოდი და ასე იყო ხომ როგორ დადექით ამათთან ერთად მხარს არ უჭერდითო ამ რეზოლუციის ამ ნაწილს ამბობთ არ უჭერდით ხომ მაშინ ამათთან ერთად პოლიტიკურ ერთ პლატფორმაზე რანაირად იყავით და არც ის არ გეწყინოთ ნიშნულობა იცით რატომ აქვს ბატონო ზაზა რომ თქვენ რამდენიმე და მრავალი თვის განმავლობაში მე ხო გისმენდით რომ ჩვენ აღმოჩნდა ვინც აქ ვართ რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გავხდით ხო ასე იყო ადრე როდის ადრე თებერვლამდე 2025 ხო გავხდით პოლიტიკური მოწინააღმდეგეები თქვენ ამხელა სამხედრო გამოცდილების ჭირვარამ გამოვლილი ადამიანი ჩვენ ისედაც პოლიტიკაში მყოფები დაგვიპირისპირდით პოლიტიკურად და დღეს ღიად გეუბნებით რომ ჩვენ ეს მინიმუმ გაგვიკვირდა ორი ვარიანტია მან ან თქვენ 1633-ის ნაციონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია გაიზიარეთ და მათთან ერთად დადეგით პოლიტიკურ პლატფორმაზე და ამ რეზოლუციაში საზოგადოებისთვის განმარტავ პირდაპირ იყო საქართველოს და ჯარი და ჯარისკაცი განწირული და მხარდაჭერილი ეს რეზოლუცია, ანუ ეს არ იყო ქართული ინტერესისთვის კენჭისხრა, ეს იყო პირიქით საპირისპირო. ან ამას არ იზიარებდით და მაშინ გაურკვეველი ამათთან ერთად რა გინდოდათ. ეს კითხვა მაქვს, რა ვქნა. ეს კითხვა რა შუაში ამ ყველაფერს. თორე აი გულით გმინდა გიპასუხოთ, მაგრამ ვერ ხვდები რა შუაში ეს. კითხვა არის იზიარებთ თუ არა 16-23 არ იზიარებთ, გასაგებია. არ ვიზიარებთ. კარგი. თქვი და ახლა კარგი და პარტიიდანაც გახვედით შემდეგ, გასაგებია. პარტიიდანაც გავედი, იმიტომ რომ აქ სუბიექტურად მოლაპარაკე ადამიანი არ გიხილეთ. გასაგებია. ბატონო თენგის გაგრძელებთ თქვენ თუ ამოწურეთ ბატონი სოზარი, შემდეგ ბატონი პაატა. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები. ბევრჯერ შემოვარდნა რაღაცები მაინც გვინდა რომ დაზუსტებული იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად აზრს ვერ გავიგებთ. ესე იგი, მთავარსარდალმა გასცა დავალება, რომ დაადგინეთ საცეცხლე წერტილები და იმ მიმართულებით გავხსნათ ეს. ანუ ეს არ იყო კონტრბატარეა. ეს არ იყო რომ იქიდან ცეცხლის დაშენა ხდება და ხდება დასადგენი კი არ არის, ხდება საპირისპირო ცეცხლის გაჩენა. ეს უნდა დაგვედგინა, სადაც სავარაუდოდ შეიძლება რაღაცა განლაგებული ყოფილიყო. ხო, სწორად გავიგე?
ანუ ეს არ იყო ცეცხლზე პასუხი პირდაპირ გაგება. ცეცხლზე პასუხი იყო, მაგრამ ის ადამიანი არ არის სამხედრო ეხლა. ვინ? ვინც ბრძანება მომცა. თორე დადგენილიც ჰქონდა ის ყველაფერი და ანუ თქვენ ამბობთ კონტრბატარეა იყო? ზუსტადაც ვესროლე, სადაც იდგა რა. სადაც იდგა. კი, და ახლაც გავიმეორებ კიდე თუ მომცეთ მაგის საშუალებას. და საერთოდ გავაკეთო ეხლა. ისროდენ იმ მომენტში? კი, ზუსტად იმ ადგილში. ზუსტად იმ ადგილში. და ეხლა იკითხეთ ნულში დავნებში რამდენი ადამიანია დაუპული და ნახავთ მე. კი ბატონო. ხო აი ეს ნუ არა, გავიგე ეხლა იმას რომ ის ვერ მოგცემს ბრძანებას, აქ მინდა ამაშიც სიღრმე შეხვიდეთ, გეთანხმებით, ერთმანეთს მოდი გავუგოთ, სიღრმეშიც მინდა შეხვიდეთ, უყურე. ხშირად არის აი ყოველთვის ჩვენნაირი ადამიანები. აი მაშინ როდესაც პედანიშვილების წარმომადგენელი ვიყავი და ამ ქვეყანაში ყველა მიცნობს. რისი მაქნისიც არ ვარ და რისი მაქნისიც არ ვარ, იმასაც მემაწერენ ხანდახან და ყოველთვის მაძლევენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში ვერ ერკვევიან ბრძანებას. მაგრამ მივდივარ და მე იმას ვასრულებ სწორად. ისე როგორც ვისწავლე, როგორც პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. ამიტომ ბრძანებაში თუ არ იქნება რამე ისეთი, რომ აი მანდამაინც იქ ეს წერტილი მინდა, ბრძანება ყოველთვის ესეთი იქნება. ადამიანისგან, რომელიც არ არის სამხედრო, არ არის პედანიშვილების წარმომადგენელი, აგერ გვიზისა გენერალი ადამიანი, რომელმაც იცის სამ სპეცდანაყოფების მთელი სტრუქტურა და ბევრი ესეთი ბრძანება აქვს მასზე გაცემული, უბრალოდ მიაქვთ ინფორმაცია, ეუბნებიან, აი აქ ეს ყველაფერი ჭირდება ამის მოგვარება. არის თუ არა ესე ბატონალი? და ისინი მე ისე კი არა როგორც გვითხრა იქ და რაღაცა იმასკენით და თვით შემოქმედებები დაიწყეთ. ისე უნდა გააკეთო როგორც პროფესიონალ შეფერის. ამაზეა საუბარი, მეტი არაფერზე რა. იქ ბრძანებაში არასდროს არ იქნება გაწერილი ისე როგორც აი მე ის არა ქვია. ეს არის ამაზეა რა. არის რაღაცები. აი თუნდაც მაგა ომის დროს ხო? მისი ნებისმიერი ბრძანება, ქაღალდზე გადაუტანელი ბრძანება. ჩემი ნებისმიერი ბრძანება ომის დროს ქაღალდზე გადაუტანელი, მაგრამ მე ვოქმდება ის. რა იმან თუ დაიძახა რომ ეხა ეს ქსეროქსიდან უნდა გამოვიყვანოთ და მე ეს თავზე ავაფაროთ, ესე არ გამოვა რა. ამაზეა საუბარი რა. გასაგებია რომ მიშას ეხლა დიდად ესეთი დოკუმენტირება რაღაცების არ უყარდა და ბრძანებაში არ იქნებოდა ეს ზუსტად გაწერილი, ზეპირი ბრძანება გასა. რამე კადრები არსებობს და დოკუმენტირებული არის რამენაირად რომ ის საცეცხლე წერტილები ზუსტად არის განსაზღვრული საერთოდ ჩვენ ვიბომბებთ. ჰაგაში ქალბატონ თიას მიმართეთ და განახები. არის თქვენ იცით ამ საქმის ბევრი დეტალი და მაგიტო გეუბნები. კიდევ ერთხელ მიუბრუნდები აი თქვენს იმ ინტერვიუს, რომელიც ფილმში არის. 12 საათი გქონდა, ანუ 12 საათი არის რუსეთის შემოსვლამდე ფილმში არის, რა უნდა მელაპარაკა ფილმში მითხარით? რომ სანამ რუსეთის შემოვა, რა უნდა მელაპარაკა? ხო, ალბათ ფილმში ფილმია ის და ვილაპარაკე ფილმი რა. ხო, ტყუილს ხوارი ლაპარაკებდით, გენერალი კაცი ხარ. არა, ტყუილს ფილმში უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ვერ გავიგე ახლა. მას მე შემიძლია წავიდე და ყველა სამხედრო ისე მოვყვე, მაშინ მოკლემეტრაჟიან ფილმებში, ეგრე არ არის. ანუ 12 საათი გვაქვს, სანამ რუსეთი გადმოლახავს როკის გვირაბს, ხო? რუსეთის ჯარი. გაქვს ჯარი იმ შემადგენლობის, თვითმფრინავი არ იყო შემოსული, ხო? შემოსული იყო ქვეითი, ასეული, რა ვიცი, ბატალიონი და მოყვება ამას უკან, ხო? ძალები ივსება, ხო? ეხლა ვინმეს რო უთხრა, რომ ეს ყველაფერი, ეს რა ვიცი, ერთი დივიზია აქ იდგა და მე წამოწეული ვიყავი თბილისში, ნუ მაშინ რა ვიცი, აქედან სხვაგან წამიყვანეთ. ან საგიჟეში წამიყვანეთ, ან რა ვიცი. კიდევ ერთი ბევრი ლაპარაკეთ იმაზე, რომ არ იყო მზად, ბევრი შესწომები იყო თქვენამდე ჯარი, ბევრი რაღაცისთვის არ იყო მზად, ბევრი შესწომები იყო თქვენამდე დაშვებული. ხო, ნუ 5 დღიანი ომი უწოდეთ და სინამდვილეში თუ ჩავთვლით, რომ 9-ში გამოსცა ბრძანება, რომელთაც თქვა, რომ 8-ში იწყება საომარი მოქმედებები, ხოლო 10-ში დილას თქვა, რომ გამოსცა მეორე ბრძანებულება, რომელთაც თქვა, რომ დამთავრდა ომი, ჩვენ აღარ ვიბრძვით, გამოდის 2 დღიანი, ან 2 დღიანი და 2 საათიანი ომი გამოდის. დღიანი ეს უბრალოდ შეერქვა. სანამ რუსებმა რაღაც პოზიციები დაიკავეს, მაგრამ საქართველოს 2 დღეში დაამთავრა. კითხვა რას ეხება, მითხარით? არა, ეს დავალ. რომ მარტო 2 დღე შევძელით. არა, რამდენი დღე გრძელდებოდა. მომზადებაზე თქვენ თქვით ბევრი, რომ ბევრი შესწომა იყო დაშვებული და ბევრი რამე ბევრი რაღაცისთვის ჯარი არ იყო მზად. მაინტერესებს, კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი. ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ ამას აშენება ქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილს არის განაჩენი გადამდგარი კანონიერ ძალაში შესული, სადაც დადგენილია უთყვარადრო 5-6 წლებში, თუ 6-7 წლებში იყო, 6 წლებში რამდენიმე სწავლებაზე გამოყოფილი ფული უბრალოდ მიითვისა თუ გააქრო, არ ვიცი, ის სწავლებები არ ჩატარდა. ვინ თქვა რომ ჩატარდა? ბატონო?
მათი ერთ-ერთი სასამართლოს მიერ არის დადგენილი. სამკერდე ნიშანი აგერი მიკეთია მაგ სწავლები. სასამართლოს მიერ არის დადგენილი. სასამართლომ რა გამოიტანა გაასაჩივრებდა სტრასბურგში ეს რო ასე არ იყოს. არ გეკამათებით რა. არ გეკამათებით. ვინც ვარო ეგ არ ჩატარდა იმ ხალხს ელაპარაკეთ მაშინ რა გიყოთ. მე მიკეთია სამკერდე ნიშანი იმ ადამიანების გადმოცემული ვინც ეს ჩაატარა. იმ კონკრეტულზე რომელიც არ ჩატარდა იმ მე ფაქტს გეუბნებით. ფაქტი ის არის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ და რისი გასაჩივრებაც სტრასბურგში ვერ გაბედა, იმიტომ რომ იცოდა რომ არ შემდგომდა პოლემიკაში გამწუნდა მე მგონი საერთოდ. პოლემიკაში არ ეს ერთი და მეორე. მეორე შეეხებოდა ხო, იარაღთან დაკავშირებით. ბევრი ინფორმაცია არსებობს, არ ვიცი რამდენად ამაზე თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარაში დამოკვლევა, მაგრამ რომ იარაღის ნაწილი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, იყო გამოუსადეგარი საბრძოლო მოქმედებების. ძალიან ცუდი ბრალდებაა და მეორედ არასწორი ბრალდებაა? მეორედ არ გაიმეოროთ. არა. არასწორი ბრალდებაა? ამას ამბობს ძალიან ბევრი სამხედრო. არასწორი ბრალდებაა ნებისმიერ სამხედროსთან. ნებისმიერ ახლა აი მოვითხოვ, ნებისმიერ სამხედროსთან, ნებისმიერი ფორმატი. კი, სამხედრო პირები ამბობენ ამას. ნებისმიერ მომიყვანე და დამელაპარაკონ რაც. დამელაპარაკონ რა არ ვარგოდა, რა ეჭირათ და რითი დაამთავრეს მერე ომი. დამელაპარაკონ ეგენ. ასე არ შეიძლება. ეს არ შეიძლება ამოთხრა ადამიანის იმაში ტალახში. რომ ზოგიერთმა თავისი ის დამალოს, რა ქვია, დეზერტირობა და მაიმუნობა. რა უბედურებაა. და აი მას აკეთებენ ეგენ. რა იარაღზე მელაპარაკებია? და შეხება შემოტანასთან იარაღის შესყიდვებთან? მე შეხება მქონდა იცით როგორი? შესყიდვასთან უშუალოდ. შესყიდვასთან არა, უყურეთ, ჩვენ როდესაც მე მივედი გენშტაბში და კეზერაშვილი მეორე დღეს დაინიშნა, პირველივე შეხვედრაზე თხოვნა იყო ესეთი. მინდა ეს საზოგადოება მიცოდეს, რომ ყველა ფინანსური სამსახური გაიტანეთ გენშტაბიდან. ფორმიანებს ამასთან საქმე არ აქვს. ჩვენ უკვეთავთ რა გვინდა, თქვენ მოგაგვთ. მის ხარისხზე პასუხს ვაგებთ. კომისიები, რომელზეც ხელი მოწერილი მაქვს, ცოცხალია ეს ხალხი ყველა. კომისიები, რომელზეც ხელი მოწერილი მაქვს, რომ ვარგისიანია მოწდება ქარხანაში, მერე მოწდება ჩამოსვლის დროს. ესე არ ხდება, ვიღაცამ შემოიტანა რაღაცა, რა ვიცი, 5000 რაღაცა. იმასაც იძახოდნენ, რომ ეს M4 არ ვარგა, კაცო. და იმითი უნდა ჩაპაევის დროინდელი იმეებით უნდა ებრძოლათ. აი ეგეთი არმია დამხდა. და დაგიჭერენო, ესე მეუბნებოდნენ, შენ თუ მაგას შეცვლიო. დრონი, რომელიც ვიყიდე 2006 წელს დამწინოდნენ, რომ ეგ ერთობა ჰაერშიო. ხედავთ რა ხდება 25 წლის, 17 წლის მერე რა ხდება? პრინციპი ჩვენც იგივეს ვამბობთ. ხო, ამაზე არა კომპეტენტურობა რო იყო და ესე რო ხდებოდა ხალხი. არა კომპეტენტურობა იყო ესა? ან პროგრესისკენ მოწოდება ამ ხალხზე, მაგაზე გეუნებით, აი ახალი კომისია შექმენით, დაუძახეთ ეგ ხალხი კაცო. იმიტომ რომ მე მადანაშაულებენ. მეც ვარ ამ საქმეში, მიხვდით? მე ფულს არ ვიხდიდი იქ, მაგრამ მე ვამბობდი, რომ ეს კარგია და დადეთ აქ. აი ჩემი ბრალდებაა, ხო? ეგ მაგ ხალხი ან სასამართლოში მოვიდეს, ან ფორმატი გააკეთეთ. აი ეს ხალხია რო უთხრის ესეთ ქვეყანას ძირს და არა ვიღაცები აქ. ჩემი ბრალდებაა ეგ. კიდევ ერთი. კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანა. ქარჩაიძე იყო თუ არ ვიცი? ჯარი არ იყო იქ. ვინ იყო? 3000 კაცი იყო. სამინისტროს ნაწილები. ვისი? შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება ვინ გასცა გამოყვანაზე? მე გავეცი. თქვენ გაეცით. მოსახლეობის გაფრთხილება თქვენს მოვალეობაში შედიოდა თუ არა? რო საფრთხე მუქრებოდათ? შედიოდა. არ მითხრათ ახლა რომ გაფრთხილებული იყო. აი რაც ზუსტად ვიცი, ეს არის არა ვარ ის კაცი რო აქ ისენი დავით. და რატომ არ მოხდა გაფრთხილება? ვერ გავაკეთე და იმიტომ ვერ შევძელი რა. ხარი ხანდახან ამბავი რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენ. კი ბატონო, ეს პასუხი. წავი, მე მგონი დამაკმაყოფილებელია რა. მადლობა. დიმიტრი გელომას თუ ვეძებს, რა ვიცი, მოძებნეთ და იქნება. ბატონ ზაზა, გავაგრძელებ იმ თემას, უბრალოდ არ შევალ რაღაც თქვენი პოლიტიკური წარსულის შეფასებაში და ასე შემდეგ ეს თქვენი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა უბრალოდ არც ძალიან ბევრ დეტალში მინდა შევიდე სამხედრო მოქმედებების, თუმცა საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეიძლება დილეტანტური და ამაზეც გაგვეცი პასუხი, რადგან თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით, თუმცა ორ ძირითად მომენტს გამოვყოფდი. პირველი, თქვენ
თქვენ ზუსტად გინდოდათ ქალბატონ თეას ეთქვა რას გულისხმობდა და მე დაგიზუსტებთ აგერ გავხსენი და პირდაპირ წავიკითხავ საზოგადოებისთვისაც 16-33 რეზოლუციაზე როცა არის საუბარი, რომელსაც თქვათ იმ პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი, რომელის წარმომადგენელიც ბოლო დრომდე იყავით რაღაც პერიოდი, წერია ესეთ რამ თუმცა მეხუთე პუნქტია 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე артиლერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენება საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას კონფლიქტი გადაწყვეტობს მშვიდობიანი საშუალებებით. ნახეთ, თქვენს ამბობდით, რომ არც წარმოგედგინათ, არც ფიქრობდით, არც ემზადებოდით, რომ რაღაც მსგავსი რამე განხორციელებულიყო. რეზოლუციაში, რომელსაც ხელი აქვს ქართულ მხარეს მაშინ მოწერილი, ვკითხულობთ ესეთ რამეს და ხშირად გვაბრალებენ, რომ ამით სპეკულირებთ, მაგრამ ეს არ არის სპეკულირება, ეს არის ციტატა იმ რეზოლუციიდან, რომელზეც ხელია მოწერილი. საზოგადოებაში ასევე ჩნდება კითხვები და არის და თქვენც ამიტომ ხართ აქ მოწვეული, რომ გვინდა დავადგინოთ რეალურად და გამოვიკვლიოთ, რამდენად ძლიერი იყო არაპროფესიონალი სამხედროების, პოლიტიკოსების, რომლებიც შეიძლება უშიშროების საბჭოს წევრებიც იყვნენ. მათი გადაწყვეტილებები ხომ არ წონიდა ხშირ შემთხვევაში სამხედრო პირების გადაწყვეტილებებს, ხომ არ ხდებოდა ისე, როდესაც თქვა სამხედრო პირებს რაღაც კონკრეტული მოქმედების განხორციელება მიაჩნდათ მიზანშეწონილად, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობით თან გამომდინარე სხვანაირი გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ეს საჭმები არსებობს საზოგადოებაში, მაგალითად შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, დილეტანტური იყოს ეს შეკითხვა, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი აგრესიისთვის ემზადება, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია გვაქვს, ვიცით და თუნდაც უკვე როცა დაწყებულია გადმოსვლა როკის უღელტეხილით. არ ქონდა ჩვენ სამხედრო დანაყოფებს შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად მოგვეჭრა ეს გზა, ხიდები აგვეფეთქებინა და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ამის სურვილი ამოცანა თქვენ გქონდათ, მაგრამ ვიღაცამ ამის უფლება. მაგალითად, თქვენ დამოუკიდებლად, პირადად თქვენ როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, გენერალი, მიიღებდით თუ არა პირადად თქვენ მთავარსარდალთან შეუთანხმებლად როკის გვირაბის აფეთქების გადაწყვეტილებას. თუნდაც ყოფილიყო ამის შესაძლებლობა. უტოპია, თუ შესაძლებლობა იქნებოდა, რა თქმა უნდა. ეს უტოპია. და რატო არის უტოპია მაშინ თქვენ ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია შეიარებულ ძალებს არც დღეს და არც მაშინ. და თვითონ მისი ბუნება, გვირაბის ბუნება. შემილია გიცხრათ, ტექნიკური ინჟინერი ვარ მე და წარმომადგენელი შემილია ამ თემებზე ვილაპარაკო. მინიმუმ 3 დღე უნდა იჭდეს შიგნით. და ჩაბურღვითი რამოსები აკეთო. მესმის. და ეს ყველაფერი ააფეთქოდა. ეხლა 3 დღე თუ ესეთ ადგილს აკონტროლებ. ხო, მაშინ გასაგებია ეხლა, მაშინ რაზეა საერთოდ. ხიდებთან დაკავშირებით. არანაირი ხიდი არ არსებობს. გუფთის ხიდის დაბომბვა პირველი ამოცანა იყო ჩემი, ერთადერთი დავალება რაც მივეცი ავიაციას, ეგ იყო გუფთის ხიდი და ვერ შეასრულეს. მაგრამ ესეც მაქსიმუმ 45 წუთს მოგვაგებინებდა, ლიახვი მოდიოდა კოჭამდე. აი ეს იყო. აი ის რასაც გვირაბის დაბლოკვა თეორიულად ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას გვირაბის თავზე მაგ დროისთვის, მაგ პირობებში, მაგ მეტეო პირობებში გზები არ არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, ისიც შეანელებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მისი აქედან აფეთქება, მიწდომა, ეს არის სული უტოპია და თუ ეგეთ სამხედრო არსებობს ამ ქვეყანაში კაც მოძებნო და ანუ კარგი გასაგებია, მაშინ ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ვერანაირად ხელს ვერ შეუშლით რუსეთის ტერიტორიიდან მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების შემოდინებას, ხედავთ, რომ დოკუმენტში წერია, რომელიც ახლა გავახმოვანე ციტირება მოვახდინე, ვიწყებთ მასობრივ შეტევას ცხინვალის მიმართულებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე თქვენი შეფასებით? არც ეგ დოკუმენტში ვინ ჩაწერა, იმათ კითხეთ. ბატონო, ან თქვენ არ ადასტურებთ, რომ ეს ესე მოხდა და ეს ამას ჰქონდა? არანაირი ცეცხლი. აი, თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობთ. Google-ით და იმას ხენით, ცხინვალი და რამდენი ახალი სახურავია ნახავთ. კი ბატონო, ან ფაქტიურად თქვენ ადასტურებთ იმას, რომ
ეს რაც ახლა ციტირება მოვახდინე, რაზეც ხელი აქვს თქვენს ყოფილ თანაპარტიელებს მოწერილი, ეს არის ფაქტიურად რუსეთის სასარგებლოდ ხელმოწერილი დოკუმენტი. რადგან თქვენ ამბობთ, რომ არანაირი მასიური შეტევა ცხინვალზე არ ყოფილა, ამ დროს აქ წერია, რომ რუსეთმა საპასუხო მოქმედებები დაიწყო, მას შემდეგ რაც ჩვენ მასიური შეტევა განვახორციელეთ ცხინვალზე. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ვიცი, მე გიდასტურებთ, რომ მაგ მუხლს არ ვეთანხმები, მაგრამ მაგ მუხლის ჩაწერის გამო რა შედეგი მიიღეს, ეს იმ ხალხს კითხეთ. მეექვსე მუხლიც არის ბატონო ზაზა, იმავდროულად რუსეთის საპასუხო შეტევამ. ანუ ფაქტიურად მოვაწერეთ ხელი იმას, რომ რუსეთმა საპასუხო შეტევა დაიწყო. მე-11 ჩვენ ამდენი ხანია ვცდილობთ ბოდიში დავუწყოთ. მე-11 მუხლიც არის, სადაც ომის დანაშაულში აქვს ჩვენს ჯარს ბრალი დადებული. ორივეს მხარეს ადანაშაულებს მე-11 მუხლში ორივე მხარეზე არის საუბარი, მაგრამ მე-6 მუხლის მნიშვნელოვანია, სადაც წერია, რომ იმავდროულად რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ხედავთ იმას, რომ ამ დოკუმენტით ჩვენ ვადასტურებთ, რომ რუსეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა სამწუხაროდ. ის რას ადასტურებს ეგ დოკუმენტი? მოდი რა, ეგ ყველაფერი დრო შაბარდა ჰაგის სასამართლოს მერე, ხო? მე გეთანხმებით, მაგ პუნქტს არ ვეთანხმები. შეგიძლიათ იმ ადამიანებს მიმართოთ, დაიბაროთ, დაკითხოთ, გამოკითხოთ და უთხრათ, რა გამოივაჭრეს ამაში რა. მეტი რა გიპასუხოთ ახლა, რა გავაკეთოთ, ამ ქვეყანაში ისედაც რა ვიცი, გაუბედურებული ვართ. ყველა ვერ ველაპარაკებით ერთმანეთს. რა გიპასუხოთ ახლა, რომ ცეცხლი დავწვათ ეს ხალხი? ამაზეა საუბარი ხა. თუ გადამიყვანთ ამას პირადულში, ნუ არა ვართ მაშინ. არ გადავდივართ პირადულში. აქ იმიტომ მოვედი, რომ პატივს ვცემ. იმ ხალხს და იმ ვალდებულებას რაც გამაჩნია რა. კი ბატონო. რა გამოივაჭრეს ეს თქვენს გეკითხათ და მეც ვკითხავ, მაგრამ თქვენ მათთან უფრო ახლოს იყავი და გეკითხათ. ხო, აი ჩემი მინუსი არის რომ მათთან ახლოს ვიყავი, გავიგე, ხო? ვერ, ამიტომ ესე შორს რო ვზივართ ერთმანეთისგან. კაც რა პრობლემა არის? ამოხდა ხალხ ქუჩაში გამარჯვებული. ესე შორს უბრალოდ ფორმატია და აქ სხვა. არა, ნუ აბა რას ქვია, აი იქ რო იყავით, გამოგეკითხათ და იქ ვიყავი იმის გულისთვის, რომ ჩემი საქმე მქონდა, სამხედროების საქმე მქონდა. დავასრულე ის სამხედროების საქმე და მორჩა რა. ბატონო პატა გთხოვთ. ფაქტიურად შეკითხვა აღარ დამჭა, სამხედროების საქმეს ჩვენც ვაკეთებდით, აგერ ქალბატონი თეასმენტაურობით და ამაზე ჩვენთვის ასაყვედურო ნამდვილად. არაერთი თავგადასავალი გადამხდა და იცის რა. ქალბატონმა თიამ არ გვინდა რა ამაში შესვლა. თავარია შედეგი რამე ჩვენი ქვეყნის. იმიტომ რომ ამასობაში გაგიკვირდებათ და მე კიდევ გამიჩნდა კითხვები. კარგი, მაშინ დაგითხოვთ. არა, არ დამითხოვთ. არა, დავასრულე ქალბატონი. არა, მაგიტომ არ მithქვამს. ბატონო სუზარ, თქვენ გსურთ კიდევ. კი მქონდა რამდენიმე კითხვა ისე როგორ იქნება, აბა გთხოვთ. კოდორის ხეობასთან დაკავშირებით ხა იმდა ის იმხელა ის გამოგვივიდა რომ რა ვიცი ბევრი კითხვა დაგვრჩა და თქვენ თქვით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები იყვნენ, მაგრამ ვიცით რომ შეიარაღება იყო შეტანილი, რომელიც დარჩა. პრაქტიკულად ხელუხლებელი ახალ შეიარაღება, ეხლა არ ვიცი რა სახეობა როგორ, მაგრამ ასე დასაწყობებული დარჩა იქ და ნუ რუსებს ჩაუვარდათ ხელში. ბრძანება არ იყო რომ ეს შეიარაღება იქ არ დატოვებულიყო? შანსი არ იყო მისი გამოტანის. შანსი არ იყო გამოტანის. კარგი. ერთ-ერთი მეთაური ეხლაც მოქმედია. შეგიძლიათ მიმართოთ და დაელაპარაკოთ რა. ყველაფერს მალაპარაკებთ. ან დახურეთ ფორმატი, ან რაღაც გააკეთეთ. ბატონო, მეგეთ შეიძლება. რაღაცა უნდა, ხისება უნდა შევინარჩუნოთ ყველამ რა. ორჩი. ყველას ვთხოვ, ვინც მოქმედია, რომ თავი დაანებონ პოლიტიკას, მოქმედებმა და ისე გააკეთონ საქმე და უკეთესად ვიქნებით. სამხედროების, პოლიციელებიც და ყველა. ამ ოჯახის წარმომადგენელი ვარ. ჩემ ოჯახზე ქვებს ვერ ვისვრი. შანსი არ არის, არ არსებობს. ჩემი პასუხისგებლობა სახელმწიფო როგორც გადაწყვიტავს, რაც მეკუთვნის, მივიღებ იმ პასუხისგებლობისთვის. დანარჩენებმა სამხრეებიანებმა მუნდირის ქვეშ ვინც არიან, თავის მუნდირს წენ პატივი. აი ზაზა გოგავა, აი ხა კამერა თუ მიყუროს, პირდაპირ ელაპარაკება ამ ხალხს რა. არავისთან დასამალი არ მაქვს რა. სამი შვილი მყავს და მინდა რომ შემიძლია პასუხი. მათაც აქვთ ალბათ ბევრი კითხვა და ამიტომ მონოლოგი აქ არ გამოგვადგება. ბატონო სოზარ, გააგრძელეთ. ხიდი, რომელიც კოდორის ხეობას აკავშირებს სოხუმთან, ქვაბჩარა. იყო აფეთქებული მანამდე.
და თუ არ ვწდები ირაკლი ოქროაშვილის მინისტრობის დროს მოხდა ამ ხიდის აღდგენა. რეალურად ამ ხიდის აღდგენის არსი ახლა რა ვიცი შეტევას არ ვაპირებდით სოხუმზე იმედი მაქვს და მართლა გაუგებარი რატომ დაადგენილიყო, მაგრამ კაი აღდგა. გამოსვლის წინ ბრძანება რო გაცემულიყო, რომ აი ეს ხიდი ააფეთქეთ. შეიძლება ეს ვერ გააჩერებდა გასაგებია ოკუპაციას, მაგრამ შეაჩერებდა მაინც, ხო, გარკვეული ხანი დასჭირდებოდა იგივე მოსახლეობის გამოსვლისთვის შარდის. სოციალია და მოქმედია დანაყოფის მეთაური და კითხეთ რა. კითხეთ. ბრძანება არ იყო გასაგებია. რატო არ გააკეთა ეს ყველაფერი კითხეთ კაცო. რა ბრძანება უნდა გავწე კაცო, იმიდან რა ქვია ცხინვალიდან ქვაბჩარაში? ას ლაპარაკობთ, ესე სამხედრო საქმე არ ხდება. უნდა მომახსენო რა ხდება, რისი შესაძლებლობა გაქვს, რა შეგიძლია გააკეთო და მერე გადავწყვიტავ კაცო. ეს ხდება ეს თელ სოფლიოში რა. გეგმა რომ წინასწარ შემუშავებული გეგმა რომ უცებ რაღაცა რომ მოხდეს ამ შემთხვევაში როგორ ვქცევით არ არსებობს. ყველაფერი გეგმა იყო. გეგმა იყო ის უბრალოდ გავწელავდი ამ საკითხს უბრალოდ და მივიღებდი რა ვიცი ასეულობით მეც აფლავს და კი ბატონო მე იქნებოდა ის რომ აი ნახე აი დატოვა იქ ხალხი მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ეს ხალხი გადარჩა ეხლა დანარჩენი ეს ხალხი გადარჩა მაგაში დანარჩენი ხელისუფლების წვლილი ნაკლებია იმიტომ რომ მართლა აქედან ვრეკავდით რამდენიმე ადამიანი და ვაფრთხილებდით რომ სასწრაფოდ წამოდით ვერი ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ კაცო ვერ გავიგეთ ეხლა თქვენ გვერდზე უნდა ყოფილიყავი და დანარჩენს ჯარი იყო თუ პოლიცია როგორც უნდა ამბობ ვერ ჩაგიწერთ ვალდებულები ხართ და მადლობა იმისთვის რომ ამას აკეთებდით საწინააღმდეგოს ეუბნებოდნენ ხელისუფლების ის წარმომადგენლები რომლებიც ვარები დაასახელეთ და დაუძახეთ და რა ვიცი თქვენ არ წამოთ თქვენ არაფერი გემუქრებათ ჩვენ უნდა აგებინეთ აი ეს იყო ერთი კაცი ზაზა გოგავა გეუნებით როგორც იყო რა დანარჩენს ვერ გეტყვით ამ ფორმატში ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ხდომის რაღაც ნაწილი დავხუროთ ან კიდევ ერთხელ შეგხვდეთ დარწმუნებული ვარ რომ უარს არ იტყვით მაგრამ მანამ სანამ აქამდე მივალთ ნახეთ რაღაცები მინდა დავაზუსტო თქვენ არაერთხელ მახსენეთ მე და ამიტომ მინდა რომ აქედან დავიწყო რომ მე რას მეკითხებით იცის ქალბატონმა თეამო მე რა თქმა უნდა ამ დავებზე ერთი ადამიანი კი არ მუშაობდი ეს იყო გუნდური ძალისხმევა ოცნების ხელისუფლების და რაც თავარია უძვირფასესი როლი შეასრულა პროკურატურამ გენერალურმა შტაბმა სამხედროებმა ექსპერტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტრომ და რასაკვირველია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს იყო დიდი უწყებათა შორისი სამუშაო იქ რა თქმა უნდა ჩვენ არაერთხელ სხვა ფორმატში არა ასეთ ფორმატში რჩევები ყოფილ თანამდებობის პირებსაც გკითხეთ მაგრამ აქ არის ახლა სხვა ფორმატი ბატონო ზაზა მე მესმის რომ ახლა არავითარი პრობლემა მე პირადად არ მაქვს რომ თქვენ ტონს უწევთ რაღაცა ის მაგრამ მოდით სხვანაირად ვისაუბროთ რა კი თქვენ თქვით რომ მე არ ვიციო არ ვიცი კი არა მე რას მეკითხებითო დაახლოებით ასე თქვით ქალბატონმა თეამ და გოჩალორთქიფანიძემ და სხვებმა იციან და მტკიცებულებებით და ჰაგის საქმეში მაშინ მე იძულებული ვარ გიპასუხოთ მე ასე ვიცი მახსოვს მეთქი არ ვამბობ ვიცი რომ ჩვენ პირდაპირ მტკიცებულება სამწუხაროდ არ გქონია და არ გვაქვს იურისტებმა იციან რას ნიშნავს პირდაპირ მტკიცებულება ეს არის ან ფოტო ან ვიდეო ან სხვა მასალა იმის დასტურად რომ როდესაც თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა იმ სამხედრო გეგმების საპირისპიროდ რაც არსებობდა თუ მიდგომების საპირისპიროდ თქვენზე გასცა ბრძანება შვიდში საღამოს რომ პირველი დაადგინე საცეცხლე წერტილები თქვით თქვენ ხომ წერტილები არის ალბათ ის ადგილები საიდანაც შეიძლება წარმოიშვას პოტენციური საფრთხე სროლის ან უკვე მიმდინარეობს სროლა ასეა უკვე მიმდინარეობს ხო მაგრამ მტკიცებულებები ჩვენ რომ ვაგროვეთ ვეძებეთ ყველამ ერთად ვიმუშავეთ რომ იძახით ჰაგის ფაილში დევსო პირდაპირ მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ იმის რომ ის საცეცხლე წერტილები როცა თქვენ ეს დაგავალოთ იმან პოლიტიკოსმა მოქმედებაში იყო მოყვანილი და ცეცხლი არსებობდა ამას ამბობთ თქვენ და კიდე რამდენიმე ადამიანი
შესაბამისად, უკვე ამ ფორმატში ისმის კითხვა და სწორად მინდა ეს კითხვა გაიგოთ, იმიტომ რომ თქვენ ამის ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, თორემ 16:33-ში პოლიტიკოსებმა ჯარი რომ გაწირეს და დაადანაშაულეს უკვე რეზოლუციის დონეზე. იმათ ძიმეა ელაპარაკო, იმედი გაქვს, არ გაქვს, გაიგებს, არ გაიგებს, ეს მეორე თემა. თუმცა მათაც ჩვენ დავიბარებთ. თქვენ შეგიძლიათ ეს გაიგოთ. კითხვა არის რა? რომ არ არსებობს დღეისთვის ასეთი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც თქვენ დაადგინეთ და ის იყო მოქმედებაში მოყვანილი, ანუ იყო ცეცხლი გახსნილი იქიდან, იმ წერტილებიდან. თქვენ ამ დროს გირეკავთ პოლიტიკოსი, რომელსაც როდის რა დაესიზმრებოდა, მე ასე ვიტყვი რა, როდის რა დაესიზმრებოდა ადამიანმა არ იცის, გაძლევთ ასეთ ბრძანებას. თქვენ ამბობთ, რომ კი, მე დავადგინე და იქიდან მომდინარეობდა ცეცხლი, მაგრამ არ არის ამის პირდაპირი მტკიცებულებები. თქვენ თუ გაქვთ მტკიცებულებები, იმიტომ რომ თუ არ არის ეს მტკიცებულებები, იცით რა გამოვა, რომ მან თქვენ მოგცათ არასწორი ბრძანება და რეალურად უმაღლესმა მთავარსარდალმა ცეცხლი გახსნა ცალმხრივ რეჟიმში. აი ეს გამოვა და ამიტომ საუბრობთ ამაზე ამდენს და გაქვთ თუ არა უფრო მეტი ინფორმაცია, დოკუმენტები, მტკიცებულებები. თქვენ რო თქვით, ქაგის ფაილში დევსო, ეს მაშინ ვერ მოვიძიეთ და არ დევს. ხო და ამიტომ მითხარით, იქნება რაღაცა დოკუმენტი. ეს მიმართულებები, საიდანაც იყო, ანუ იქ არის, მაგურეთ, იქ არის მასალა, ანუ აღნიშნულ ობიექტებს, ეს იქნება სახლები, თუ სხვადასხვა დანიშნულების, ანუ ნაგებობები, საიდან ხდება ჭურვები. ეს მასალა იქ დევს. და ეხლა ის რომ აქ გადაღებული ვიდეო მასალა იქ დევს, მე არ მithქვია. ამიტომ ეხლა თუ იმაზეა საუბარი რომ გავიგე იმან რომ ესეთი ბრძანება გასცა და შენც მიხვედი და ბრმათესროლე, არ მისვრია მე ეს ბრმათ არ გამიკეთებია ეს. ხო და აგვიხსენეთ. მაშინ იურიდიულ სიტყვაზე, რავი, თუ ეს სწორად იქნება, მაშინ ირიბი მტკიცებულებები დევს იქ და არა ის ფაქტობრივი მტკიცებულებები, რასაც თქვენ იურიდიულად მე დავებით. რომ აი, სურათი ადგილი საიდანაც გეკითხებით. გასაგებია, შესაბამისად თანხმდებით იმაზე, რომ ამის უტყუარი მტკიცებულებები, რომ იქ უკვე ის წერტილები მოქმედებაში იყო მოყვანილი და აქედან უმაღლესი მთავარსარდალი საპასუხო ცეცხლს ისრო და არ არის, ასევე ირიბი მტკიცებულებები, ასე ვთქვათ, მიმართულებები იყო დადგენილი, თქვენ რომ ამბობთ, ამას ერთად ჩავხედოთ და ვნახოთ, მაგრამ კიდე დავაზუსტებ კითხვას. თქვენ თქვით რომ და ეს დადასტურებულია და ბატონი სოზარის კითხვაზეც თქვენ დაადასტურეთ, რომ ის კადრები, რაც ყველას გვაქვს ნანახი, რომ ცხინვალზე რომ ეშვება ცეცხლი, რომ ნაწილობრივ ის ცეცხლია, რომელიც თქვენ აქედან გაგზავნეთ, ხომ ასეა, ნაწილობრივო თქვენ თქვით, მაგრამ ნუ ნაწილობრივ თუ მთლიანად ეს ის ცეცხლია. შესაბამისად, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე რომ ვიმსჯელეთ. ავნევი ნული მეტნაკლებად გასაგებია და გადმოვინაცვლოთ ცოტა ხნით ცხინვალზე. თქვენ დაადგინეთ და გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით უტყუარი მტკიცებულებები პირდაპირ რომ ცხინვალიდან მომდინარეობდა უკვე აქეთ ცეცხლი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა რომ უნდა ჩვენ გავხსნათ ცეცხლი. ცხინვალიდან ცეცხლი არ მომდინარეობდა. ცხინვალს ასვარქმებთ დასახლებულ პუნქტს თუ თვითონ რეგიონს ვიძახით. ცხინვალიდან არ იყო საუბარი, გითხარით, ეს არის მარცხენა ფლანგი, რომელსაც შემდეგ მიემატა მარჯვენა ფლანგის არაბუკის მიმდებარე, სადაც ჩვენი სამშვიდობოების პოსტები გაასწორეს მიწასთან. გასაგებია. სამშვიდობოების პოსტებზე აქ საუბარი და არა იმაზე და მიუხედავად ამისა, მთელი ამ 2 დღე ნახევარი იყო თუ როგორც აფასებ თუ 5 დღის განმავლობაში, ერთი თმა არ ჩამოვარდნია არც ერთ სამშვიდობოების საგუშაგოს. და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რაც აზე გოგავას ეკუთვნის. და რაც შეთანხმებული მქონდა ზევით რომ და მათი თანხმობა მქონდა, რომ სამშვიდობოებს არ მიეკაროს არა. თქვენ იცით რას ნიშნავს 11 მის რა ქვია, საცეცხლე წერტილის ზურგში დატოვება?
ნებისმიერ სამხედრო შეუძლია მითხრას, რომ ახლა მოიხსენი სამხედროები და სახსრად იყო. და მე ეს გავაკეთე. და დღეს ეს ქვეყანა ტალახში არ ერთად გავაკეთეთ და ტალახში არ გორავს. ვის შეუთავეთ? ყველას ზევით დაწყებული თავდაცვის მინისტრიდან დამთავრებული უმაღლეს თავარსარდლით. არც ერთ მათგანზე შეტევა არ იქნებოდა. კარგი. ეხლა თქვენ წეღან აღარ მახსოვს, მე მგონი ბატონი გურამის ძალიან ლეგიტიმური კითხვა იყო, თქვით ასეთი რამ, რომ სხვა სიტყვებით თქვით, ოღონდ ვეღარ გავწვდი ხანდახან ხდება, რომ მარტო ხარ ადამიანიო და თქვით ასეთი რამ. როდესაც სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენაზე იყო საუბარი, რომელიც აღმოჩნდა სიცოცხლის საფრთხის ქვეშ. და მე ეს საფრთხე რეალიზდა სამწუხაროდ. არაერთ შემთხვევაში თქვენ კი ამბობთ, რომ გზა დავიცავით და გამოვიდნენ, მაგრამ ფაქტი ეს არის, არაფერს არ ვამბობ. ფაქტი ის არის, რომ ძალიან ბევრი დაიღუპა ან დახვრიტეს. თქვენ კონკრეტულად მესმის ბევრი საქმეა, მესმის ის გადაღლილი ცხარ ამ დროს მით უმეტეს როცა შტაბები გაბარია და ასე შემდეგ, მაგრამ რა იყო განა იმისთვის საჭირო, რომ თქვათ ერთი ბრძანება გაგეცათ დაგევალებინათ კონკრეტულად, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს გამოსვლაში. შეიძლება ეს ვერ მოახერხეთ, ვერ მოასწარით, რთული იყო, მაგრამ რო აგვიხსნათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ისმის ბატონო ზაზა, რომ ნუ ვერ გავწვდი ამდენ რამეს და უბრალოდ გზა დავიცავი, ისიც მე ბუნდოვანი აღმოჩნდა დავიცავით ბოლომდე თუ ვერ დავიცავით, ბატონი სოზარის კითხვის პასუხად და რეალურად დღეს ჩვენ ყველას ერთად გვესმის კითხვა. ეს კითხვა პიროვნულად თქვენ და მე კი არის მის ყველას მიმართ ისმის, ვინც იმ დროს იყო პოლიტიკური ხელისუფლების ხელმძღვანელი. რატომ ჩაგტოვეთ? რატომ დაგღუპეთ? რატომ გაგვაკეთებინეთ არჩევანი, რომ ახალგაზრდა მომეკიდებინა ზურგზე ბავშვი და გამომეყვანა და მოხუცი მამა ჩამეტოვებინა? ეს კითხვები ხო ისმის და რა იყო საჭირო იმისთვის თქვენგან, განა ამისთანა? შეიძლება იყო და აგვიხსენით უბრალოდ, რომ აი ეს მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან. რომ ამას შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. დელეგირება არსებობს ბოლო-ბოლო, ეხლა მე ომში ვიყავი და ცხინვალში ვიყავი და დიდი ლიახვისთვის ვერ ვიცლიდი, ახალგორისთვის ვერ ვიცლიდი, ან კოდორისთვის ვერ ვიცლიდი, პასუხი ვერ იქნება, რა არსებობს დელეგირება და გაწერილი უნდა იყოს ასეთ დროს ვინ რაზე აგებს პასუხს. ომის დროს სწორად თქვა ძალიან ბატონმა ზაზამ, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი არის ყველას მეთაური. პოლიტიკოსიც იმაზე მორჩილება და ყველა. შესაბამისად ეს გეგმა უნდა არსებობდეს, რომ დელეგირება იყოს და ვიღაცა არის პასუხისმგებელი ადამიანის სიცოცხლეზე. ბოდიში მე არ მინდა ახლა ჩვენი ვივამეთში მყოფი ადამიანი ესე გაუშვა მარტივად ხელიდან და კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. ნახეთ, ძალიან ყველას გვიტრიალებს თავში, ხა რა ვილაპარაკეთ, კიდე ახალი კითხვები გვიჩდება, მე დარწმუნებული ვარ თქვენ რო გვისმენთ, კიდევ პასუხები გიჩდებათ ახალი და ინფორმაცია. როდესაც უმაღლესი მთავარსარდალი თქვენ გირეკავთ ჩვიდში საღამოს და გაძლევთ ამ ბრძანებას. თქვენ ამბობთ, რომ ზოგადი ამოცანა დაგისახათ და არა კონკრეტული, ხომ, რომ მასშტაბს იღებს ეს უკვე და მიხედე და საცეცხლე წერტილები დაადგინე და გახსენი ცეცხლი, ეს დაგავალოთ, მაგრამ თვითონ ცხინვალი დასახლებული პუნქტი ახსენა? არა. სოფლები? არა, კონკრეტული მიმართულება საიდანაც მიმართულება, ანუ საფრთხე მომდინარეობს. საიდან მომდინარეობსო თქვა? თვითონ თქვენს მიხედულებაზე დატოვა ეს თემები, რომ გასაგებია. ბატონო სუზარ. კიდევ ერთი კითხვა ასეთი. თქვენს წინ ორი ადამიანი იყო, ბატონი ქოიავა და ბატონი ჯანაშვილი. ორივესთან იყო საუბარი თათბირზე, რომელიც ჩატარდა თავდაცვის სამინისტროში უზნაძის ქუჩაზე 7 აგვისტოს გამთენიისას 5 საათზე, 05 საათზე. ესწრებოდით თუ არა ამ თათბირს? და ვინ იყვნენ კიდევ თქვენს კარზე? დილასიაც. ბატონო? არ ვიცი 1000. საათზე ცოტა დავა მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტობრივად ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ თქვენ იყავით იმ თათბირზე, სადაც თავდაცვის სამინისტროში და იქ ყოფილიყო სამხედრო და საზოგადოება ცოცხალი იყო ან ქვეყანაში და თქვენ იყავით.
ადასტურებდა. საათთან მიმართებაში ვერ დავეთანხმები. კი ბატონო, მაგრამ ესე იყო. 7-ში იყო თათბირი. დილას 7-ში. თავიდანვე დამისვით, ეკითხა და 6 იყო თუ 7 არ მახსოვს. 7-ში. ჯანაშვილი ესწრებოდა თუ არა, ხო არ გახსოვთ შემთხვევით. იმიტომ რომ იმათ ჰქონდათ კამათი ერთმანეთში იყო აქ თუ არ იყო. არ ვიცი, ვერ. ბატონი ქოიავა დაჟინებით ამტკიცებს რომ იქ. ვერ როგორ თქვა ახლა. ხო? ბატონო. რა გადაწყვეტილებები იყო? ეს არ იყო გადაწყვეტილებების თათბირიც. ეს იყო იმა შექმნილი გითხარით მაშინ შექმნილი სიტუაციის მოსმენა იყო რომ აი რა ხდება რა დღეში ვართ რა არის ეს რასი შეიძლება რა მოხდება რა იქნება ორი დაბული სამხედროთი ვარ მე წარმოდგენილი ამ დროს ნუ რაღაცა ისეთი კონკრეტიკა მაინც უნდა მიცენა და ადვილი იქნება ჩვენთვისაც რა 17 წელია გასული ამას კი არ გაურბივართ რაღაცა კონკრეტიკა მისცენ რა ამონაგლეჯებით ერთმანეთს ადანაშაულებს კონკრეტიკა ამაზე მეტი კონკრეტიკა არ არსებობს, როდესაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება მაგალითად არაუფლებამოსილი პირის მიერ ან არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების, იმიტომ რომ ამაზე არის ქვეყნის ბედი დამოკიდებული, ადამიანების სოციალური დამოკიდებული, ტერიტორიული მდგომარეობა დამოკიდებული და ის ადამიანები, რასაც ლაპარაკობდნენ, ბევრ კითხვას ბადებს. მეტი ის რომ მოვფინოთ ამას, როცა ამბობს ამას ლაშა ქოიავა, ხო? აი ამას კი არ ვიძახი. არ ამბობს რა დაავალეს იმ თათბირზე? რა დაავალეს? არა, ლაშა ქოიავა ამბობს სამედიცინო მიმართულებით, მაგრამ სადაც გაშალე კარავი? რაღაცა ხო უთხრეს კაცო. კი, საველე ჰოსპიტალი მოაწყვეო და წავიდა და ტყუიავში მოაწყვე საველე ჰოსპიტალი, მაგრამ მიგრებისგან მიიღო ეს ბრძანება და არა, ამას არ ამბობს. ხარო შენ არ მაინტერესებ ვინახავ. არა, ერთი წუთი ახლა თქვენ ფანტაზიას ამბობთ და ჩვენ აქ ვიყავით. არ ამბობთ, წარმოსახვაა ესეთი ასესენი. წარმოსახვაზე არ ვამბობთ, ვიდეო არსებობს და ჩვენ გვეგონა რომ თქვენ ამას თვალს ადევნებთ, მაგრამ ამდენი დრო ალბათ არ გქონდათ. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი, ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ბრძანდებოდით თქვენ. იყო ბატონი შალვა ჯანაშვილი და რომ იქ იყო, ასე ვთქვათ, მეთაურები და ასე შემდეგ, სამხედრო პირები და იქ თავდაცვის სისტემამ წარმოადგინა გეგმა, 7-ში ხდება ეს, რომ ეს გეგმა, როგორც ლაშა ქოიავა ამბობს, იყო გამართული, ამას ამბობს ლაშა ქოიავა. ყველა თავისი ლოგისტიკური თუ სხვა მიმართულებები აწყობილი, ნაფიქრი და რომ შემდეგ ორ მინისტრს შორის გადაწყდა ისე, რასაც თავდაცვის მინისტრაც მხარი დაუჭირა, რომ რეალურად მართვის სადავეები გადაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტრო. რას მართავდა შინაგან საქმეთა სამინისტრო? მაგალითად ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის თავზე აიღო და დაივალა, რომ შალვა ჯანაშვილი იქნებოდა ის, ვინც შევიდოდა ცხინვალში, რაც მოხდა კიდეც. ეს თქვა 7-შიო? 7-ში გადაწყდა ესო და ყოველ შემთხვევაში თემა იყო ის, რომ სამხედრო ძალებიო დანანებით თქვა ეს კი არ იყვნენ იმ გეგმის, სწორი გეგმის განმახორციელებლები, რაც ნაფიქრი და გამართული გეგმა იყო, არამედ რეალურად აქ შემოვიდა სხვა უწყება და სამხედრო ძალები გახდნენ ამ მიმართულებებით პირიქით დამხმარე და არა ვთქვათ წამყვანი და როდესაც შალვა ჯანაშვილი აქ ბრძანდებოდა დღეს მან ეს ბატონი ქოიავას ნასაუბრები დაადასტურა რა გაგებით რომ მეო მყავდა კოლონა მივდიოდით მყავდა ჩემი ცოცხალი ძალა და მყავდა ჩემივე ტექნიკა საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროზე და მახლდა მომაგრებული მყავდა ეს სიტყვები თქვა ორი სამხედრო პირი და მყავდა რამდენიმე სამხედრო ანუ თავდაცვის ძალების ტექნიკაც რომელიც შემდეგ მისი მონათხრობიდან აღმოჩნდა რომ უფრო გამართული იყო უფრო უნარიანი იყო გადალახა ის არხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ აუწყო ფეხი და რეალურად ეს მიმართულება თუ რასაც უწოდებთ სამხედრო წამოწყება
შეფერხდა, მას მოუწია მოტრიალება, როგორც მინისტრმა უბრძანა, თქვენი ბრძანება ყოფილა როგორც ირკვევა და შემდეგ წავიდა ზემო ნიქოზისკენ და მერე მისივე მინისტრისგან მიიღო დავალება ბრძანება რომ შედი ცხინვალში. ეს რამდენიმე ადამიანის ნათქვამით უკვე დადასტურდა. ეხლა დავა იმაზე მიმდინარეობს შალვა ჯანაშვილი თბილისში რომელ საათზე ჩამოფრინდა თურქეთში ისვენებდა თურმე ამ დროს როცა 6-ში უკვე იქ მინიმუმ 6-ში უკვე დაძაბულობა დავა იმაზე შეიძლება იყოს ეს თათბირი რომელ საათზე დაიწყო და რომელზე უნდა დაწყებულიყო მაგრამ ფაქტია ის ბატონო ზაზა რომ სამხედრო ძალები ვინც წესით იცის ამ საქმის კეთება და ყველაფერი ადასტურებს იმას რომ მათ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ სხვა ადამიანების მონაწილეობის გამო მათ უწევთ გარკვეული კორექტირებები და გარკვეული ისეთი ბრძანებების შესრულება პოლიტიკოსების მხრიდან რომლებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ბოლომდე გამართლებული. აი ეს არის მოკლედ რომ შეგიჯამოთ. აი მოგისმინეთ ახლა ქალბატონო. დიახ, მადლობა რომ ყურადღებით მისმენთ. ერთ დეტალია რაშიც უბრალოდ უწევ გამოჩნდება რაღაცა დიდი ლუფტი. მე რვაში რავს გეგმავ საველე შტაბში ხო ვერ მეტყვის ერთი. რა აი 7-ში თუ ეს გეგმა სამხედროებს წაართვეს ეს გეგმა იდეალური გეგმა როგორც იძახის ყველაფერი მე 8-ში რავს გეგმავ იქნება გითხოთ რა ერთი ნახევარსაათ დაგჭირდება რაღაც არ ჯდება რა გავიგეთ 7 რიცხვია თუნდაც ყოფილიყო ვთქვათ ივანე მერაბიშვილი 7 რიცხვია არანაირი ბრძანება არ არის კონფლიქტის ზონაში ძირითადად ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს შეპირაპირების ხასთან ხო ჩვენ ყავს მხოლოდ სამშვიდობო ბატალიონი რომელშიც სვერპლი ყავს რა თავდაც სამინისტრო ამ საქმეში არ ერევა იმ მომენტში რა არის გასაკვირი იმაში თუ თქვათ აქ თავდაცვის სამინისტროში ხდება მოხსენება ამ ყველა მაგრამ როცა იძახის რომ დავალებები მოგწეს წავედით და შალვა ჯანაშვილი ვანომ შეუშვა იმაში რა ქვია ვერ დავეთანხმები იმიტომ რომ ავიცი 40 ის მოვა რა ქვია ოფიცერი რომელიც იტყვისოს აზა გოგავამ 8-ში დაგვიგეგმა ეს გითხრა რომ შენ აქ ახარ და რა ჯანდაბაათო რატო მანდა მაინც აზა გოგავა ძანებას არ ასრულებს და რატო ასრულებენ ივანე მერაბიშვილის ძანებას ხო შეიძლება გავცენ პასუხი ეს ვკითხეთ ბატონ შალვას ნახეთ რა ვკითხეთ მე რატომ უნდა ვკითხო ბატონ შალვას არა ჩვენ ვკითხეთ მეთქი ამბავს გიყვებით თქვენ მოსაცდელში ბრძანდებოდით მაშინ ჩვენ ვკითხეთ რომ მიგეღოთ ბატონო შალვა გენერალი გოგავასთან ბრძანება მე ვკითხე პირადად წადი მარცხნივ და შემდეგ ვანო მერაბიშვილისგან მიგეღო ბრძანება წადი მარჯვნივ რომელ შეასრულებდით ასევე ბატონმა გურამმა გითხრა პასუხი იყო ბოლო ბრძანებას შევასრულებდიო რომელიც უფრო გვიანდელი იქნებოდა ანუ რატო შეიცვალა ის ბრძანება ხო რაღაცა შეიცვალა ხო იმ ბრძანებაში ამის ამ დროს როცა ვარაუდი შეგვიძლია მაგას კითხავთ ხოლმე ხო კითხეთ რიცხვებიდან კითხეთ 7-ში ვის ბრძანება შეასრულებდა და 8-ში ვის ბრძანება შეასრულებდა და მე ნაცელ პასუხს გეტყვით ალბათ ეხლა ასეთი რაღაც მაინტერესებს ბატონო ზაზა ნახეთ 7-ში თქვენ რო შეიკრიბეთ